საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე დაკავებულია აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე ფგ და ბელარუსის რესპუბლიკის ორი მოქალაქე აპ და ავ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას, რის შედეგადაც კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიო სახით იღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ნაღდი ფულის სახით ამოღებულია 246,975 აშშ დოლარი, 103,210 ლარი, 1705 евро და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 და 5 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოსავლენად.